პირველეს ყოვლისა მოდი ჩვენს მაყურებელს განვუმარტოთ, რას გედავებიან და საერთოდ რა მოიტანა დღეს ბრალდების მხარემ თქვენ წინააღმდეგ. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი განმარტებები დღეს, რომ საერთოდ არ ქონდათ არანაირი შეხება იმ პოლიციელთან, რომელიც დღეს ასევე ცრუმოწმედ გამოდიოდა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. საქმე ეხება 17 აპრილს, როდესაც ჩვენი მეგობრის თანაპარტიელი საბას ხვიტარიძის სასამართლო პროცესი იმართებოდა, სადაც იკითხებოდა ამ საქმის ეგრეთ წოდებული დაზარალებული პოლიციელი მირიან ქავთარაძე. და პარალელურად სად ვიყავი მე, მაშინ იყო ზუსტად ამ დროს პარალელურად იმართებოდა ნიკა გვარამიას პროცესი და ბუნებრივად ჩემი საქმიდან გამომდინარე, პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, ვიყავი სასამართლო დარბაზში ნიკა გვარამიასთან ერთად. ამის დამადასტურებელი ლაივ სტრიმი არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული, სადაც კარგად და გარკვევით ჩანს, რომ არ დამიტოვებია ტერიტორია, პროცესზე ვიმყოფებოდი. პროცესის დასრულების შემდეგ უკვე გამოვიყვანე ნიკა გვარამია მედიასთან, ბუნებრივად ეს არის ჩემი თავდაპირველი მოვალეობა. დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში საძლევდა ინტერვიუს მედიის წარმომადგენლებს და შუა ინტერვიუს დროს ჩვენ გავიგეთ პირველ სართულზე ჩოჩქოლი, ვით სასამართლო შენობაშია სასამართლოში ნამყოფი, ნახავს, რომ მეორე სართულიდან უკიდურესი კუთხიდან შეუძლებელია პირველი სართულის დანახვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩოჩქოლი გავიგეთ, მეც და ასევე ნიკა გვარამიასაც ეგ ტერიტორია არ დაგვიტოვებია, იმიტომ რომ საძლევდა ინტერვიუს და ტერიტორია დავტოვე მას შემდეგ, რაც დასრულდა ინტერვიუ და როდესაც გავედი უკვე სასამართლოს ეზოში, არამც თუ მირიან ქავთარაძე, არამედ სხვა პოლიციელებიც არ იყვნენ ეზოში. რაც შეეხება ანა ყურაშვილს, ის პროცესს ესწრებოდა, თუმცა პროცესშივე დარჩა და სასამართლოს შენობა მას შემდეგ დატოვა, მანაც როდესაც გავიდა მირიან ქავთარაძე საერთოდ მირანდა, აი აქ მიჩნდება შეკითხვა მტკიცებულებებზე კითხეთ და ბარემ მივაბათ ახლა ეს ამბავი ერთმანეთს. ანუ სასამართლოში ხდებოდა ეს ყველაფერი იმ შენობაში, სადაც მოსამართლე, რომელიც დღეს უძღვებოდა სხდომას, მუშაობს. ანუ მის შენობაში ხდებოდა, სადაც სრულად აღჭურვილია კამერებით. ანუ ეს ინციდენტი ჩოჩქოლიო, რომელზეც ამბობთ, ხდებოდა სასამართლოში. ანუ კამერების ჩანაწერები არსებობს. წესით ადვილად უნდა მოეტანათ მტკიცებულებები, თქვენ იქ იყავით თუ არ იყავით ამ ინციდენტის დროს. მოსამართლემ ეს დღეს არ მოითხოვა ბრალდებისგან? ზუსტად, ახლა სწორად აღნიშნე, ჩემი პირველი კითხვაც იყო ეს, რომ ძალიან მარტივი იყო დადგენა, უბრალოდ ტელევიზიებზე დაყრდნობით კი არა. რაშიც ტელევიზიის კადრებში საერთოდ არ ჩანვართ, არც მე და არც ანა ყურაშვილი. არც ერთ კადრში საერთოდ არც ერთი მტკიცებულება ბუნებაში, რაც არ არსებობს, ვერ მოიტანდნენ. არ არსებობს მტკიცებულება, ერთადერთი ვიდეო კადრი მოიტანეს, სადაც მირიან ქავთარაძის გასვლა ჩანს. ჩვენ წარმოვიდგინეთ ყველა ტელევიზიაში არსებული მტკიცებულებები, მირიან ქავთარაძემ როგორ დატოვა პროცესი, როგორ ჩაჯდა მანქანაში, სადაც არსად არ ჩანვართ. და ჩემი კითხვაც იყო ზუსტად ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიმართ, რომ ფოიე სასამართლოს შენობა მთლიანად აღჭურვილია ვიდეო კამერებით. ძალიან მარტივი იქნებოდა იმის დადგენა, რომ მოიტანათ, ხო? რეალურად ყველა რაღაცა სამართლიანი ქვეყნის პირობებში ძალიან მარტივია, როდესაც ბრალდების მხარემ უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, რითიც ადასტურებს ჩემს დანაშაულს. და როდესაც ეს კითხვა დავსვი, ბუნებრივად ეს გავიარე ადვოკატებთან, რომლებიც მითხრეს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა დაცვის მხარეს არ ეძლევენ ამ მტკიცებულებებს. ერთადერთი შესაძლებელი იყო, რომ თუ ნება არსებობდა, უნდა მოიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ესე მიპასუხა იმ გოგონამ, რომ თქვენ რატომ არ მოიტანეთო, ისიც კი არ იცოდა, რომ ჩვენ ვერ მოგცემდნენ ამ კადრებს. ნუ ეს იყო ისედაც ხო, აი სრულ რაღაც აბსურდთან გვაქვს საქმე. მოსამართლე როგორ პოზიციონირებდა ასეთ სიტუაციაში, ხო? მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიიღო გადაწყვეტილება, თან პატიმრობას ითხოვდნენ თქვენ წინააღმდეგ, მაგრამ ის რაც ისრეს ამ აბსურდზე 4000 ლარი, ეს სოლიდური თანხაა და სამართალ დამრღვევად გამოგიყვანათ თქვენ მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით. რას ამბობდა ის ამ პროცესზე? სასამართლო პროცესზე მოსამართლე დავით თეთრაული, მე ალბათ გულუყვილოვანი, იმიტომ რომ პროცესის განმავლობაში მეგონა, რომ რაღაცა საღი აზრი მივიტანე.
მის ყურებამდე, იმიტომ რომ გვისმენდა და რაღაცნაირი თვალებით გვისმენდა ხოლმე და აბსოლუტურად ყველა არგუმენტი უთხარი მეც, ჩემმა ადვოკატმაც, ანას ადვოკატმაც და უბრალოდ ეს ადამიანი არის ის მოსამართლე, რომელსაც გელახასაია 12 დღით გაუშვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში, იმიტომ მოლოდინი მქონდა, რომ მართლა მქონდა მოლოდინი, ასევე გავაჟღერებ იმ ფაქტს, რომ ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გოგონა ანა ყურაშვილს რამდენიმე დღის წინ დაემუქრა, რომ შენ დაგიჭერენო. და სწორედ ის იყო ჩვენი საქმის ბრალდების მხარის წარმომადგენელი. აი რა კითხვებიც გაქვთ ძალიან რელევანტური კითხვებია, ეს კითხვები დავსვი, უბრალოდ არავინ არაფერი არ გაითვალისწინა. მართლა სასამართლო პროცესს ტევ პირველის კამერა იღებდა თავიდან ბოლომდე მტკიცებულება არ არსებობს საქმეში. მეტიც პოლიციელები პირდაპირ ვერ მატებენ ხელს. ერთმა პოლიციელმა თქვა უბრალოდ, რომ როდესაც მირიან ქავთარაძემ დატოვა ტერიტორია, მირანდა ბაყათურია დავინახე კიბეებთან და ესე მისი მისამართი წარმოიდგინეთ დაახლოებით იმ მანქანასთან, რომელიც იდგა საპარკინგე სივრცეში არის დაახლოებით 400 მეტრი ალბათ თუ 500 და რატომაც გადაწყვიტა რომ ჯერ იტყუება, იმიტომ რომ იქ ვერ დამინახავდა ფიზიკურად, მაგრამ მე გადაწყვიტა რომ მირენ ქავთარაძის მიმართ. ანუ ეს ყველაფერი დავიდა საბოლოო ჯამში სიტყვიერ შეურაცხყოფამდე, ანუ ამას მესმის რომ აბსურდია, მაგრამ თავად ის რასაც სრულმოწმეები ამბობენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა 4000 ლარი. ეს გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე. ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფა მეტი შინაგან საქმეთა სამინისტრო პატიმრობას ითხოვდა. მე დარწმუნებული ვიყავი რომ პატიმრობაში გაგუშვებდნენ, უბრალოდ იმდენად რეზონანსული იყო და მედიის წარმომადგენლები იმდენად დაგვიდგნენ გვერდში და იმდენად დიდი ხმაური გამოიწვია შუამდგომლობა, როდესაც დააყენეს ნახევარსაათით გავიდა მოსამართლე, სწორედ ამ ნახევარსაათში მოვიდა უამრავი მედიის წარმომადგენელი, ჩემი მეგობრები, თანაპარტიელები, სხვა პარტიების წარმომადგენლები და იმდენად დიდი ჩოჩქოლი ატყდა აი ამ შუამდგომლობაზე, რომ ჩემი აზრით მოსამართლემ უბრალოდ აი საირიდა თავიდან, თორემ პროცესი ესე მდუმარეთ რომ წარმართულიყო აუცილებლად გაგუშვებდა პატიმრობაში. ეს იყო აი გულწრფელად ვამბობ, მე არ მიყვარს ხოლმე ეს რაღაცა კვახე სიტყვების თქმა და იმის თქმა, რომ აი რაღაცა გამიზნულია, რაღაცა ის არის, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ეს იყო პირდაპირ მირიან ქავთარაძის დაკვეთა, იმიტომ რომ ყელში ვყავდით მერიოდში სწორედ ჩვენ მოვახდინეთ მე და ანა მისი იდენტიფიცირება აღონთ როგორც მირიან ქავთარაძეს, არა როგორც ტიტუშკად, იმიტომ რომ მაშინ გვეგონა რომ ის იყო მართლა ტიტუშკა და მე გაირკვა რომ თურმე პოლიციელი იყო ემპორიო არმანის ქურთუკით იდგა იქ და ჩემი აზრით და ასევე მე გავაზიარე ამ სასამართლოს შემდეგ, საბას ქუტარძის სასამართლოს შემდეგ ვიდეო, რომელსაც ძალიან დიდი ბევრი გაზიარება ჰქონდა და საბარავდო თვალში მოხვდა მას და აი ეს ჩვენი დასჯა გადაწყვეტა შურისძიება რა. ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.